და გადავიდეთ ჩვენ პირველ თემაზე, ირაკლი. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო უძრავი ქონებისა და ბიზნესის რეგისტრაციისთვის საჭირო ინფორმაციის მისაღებად მოსახლეობას ეგრეთ წოდებულ საკონსულტაციო ბარათებს თავაზობს, რომელიც დაინტერესებულების ზედმეტი ძალისხმევის გარეშე სრული და ამომწურავი ინფორმაციის მიღებაში დაეხმარება. ამ საკითხებზე სასაუბრო ჩვენ სტუდიაში სტუმრად მოვიწვიეთ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართლებრივი უზრუნველყოფისა და რეგიონული განვითარების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თამარ ციკლაური. თამარ, მოგესალმებით, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ძალიან საინტერესო თემასთან თემაზე სასაუბროთ მოგიწვიეთ, თუმცა არა მხოლოდ ამ თემაზე, ზოგადადაც უნდა ვისაუბროთ და გავშალოთ უფრო ფართოდ საკითხები. თუმცა დავიწყოთ სიახლით საკონსულტაციო ბარათები. მოდი განვარტოთ ტელემაყურებლისთვის, რას ნიშნავს ეს ბარათი, რატომ გახდა აუცილებელი და საჭირო, რომ შეკითავაზებინათ მოსახლეობისთვის. პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის. მოგახსენებთ ძალიან მოკლედ. საკონსულტაციო ბარათების იდეა გაჩნდა იქიდან, რომ უბრალოდ საჯარო რეესტრის სერვისები არის ძალიან მოთხოვნადი, ძალიან ბევრ მოქალაქეს უწევს კომუნიკაცია საჯარო რეესტრთან და ჩვენ ყოველთვის აი ბოლო პერიოდის განმავლობაში განსაკუთრებით გავაქტიურდეთ ამ მხრივ. ვცდილობთ, რომ ჩვენი სერვისები გასაგები იყოს მოქალაქეებისთვის და ამისთვის სხვადასხვა გზებს მივმართავთ ხოლმე. პირველ რიგში ელექტრონული სერვისები, ანუ დავიწყეთ ამ ინფორმაციის და ინსტრუქციების გამოქვეყნება ჩვენს ვებგვერდზე ძალიან აქტიურად და ახლა უკვე ახალი საკონსულტაციო ბარათები დაიბეჭდება პრესის მეშვეობით, ამისი გაშუქება მოხდება როგორც აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვაკეთებთ ტელევიზიის მეშვეობითაც, ანუ მოქალაქეებს ვაძლევთ შესაძლებლობას უფრო მარტივად, უფრო კარგად მოახერხონ საჯარო რეესტრთან ურთიერთობა, იმიტომ რომ მოგეხსენებათ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს მოქალაქეების ცხოვრებაში იმ საკითხებს, რადგან მუშაობს საჯარო რეესტრი, ეს არის ქონების და ბიზნესის რეგისტრაციის საკითხები, რაც მე მგონი არ არსებობს არც ერთი მოქალაქე ქვეყანაში, რომელსაც ერთხელ მაინც არ დაჭირდა საჯარო რეესტრის მომსახურების მიღება. არის სერვისები, რომელიც სახლიდან გაუწყლოდ შეუძლია მიიღოს ჩვენს მოქალაქეებს და დღითიდღე უფრო ამარტივებთ ამ პროცესებს. კიდე რა იგეგმება ზოგადად რეესტრის ყოველდღიურ ცხოვრებაში? რეესტრის ყოველდღიურობა გულისხმობს მოქალაქეებზე ზრუნვას აუცილებლად და ამ მიმართულებით სრულად არის ელექტრონულ მმართველობაზე გადასული ელექტრონული სისტემები არის აბსოლუტურად ყველა მიმართულებით დანერგილი და უფრო მეტიც, ანუ თქვენ ახსენებთ, ეს ძალიან პოპულარულია ეს ნაწილი ჩვენი საქმიანობის გარკვეული ტიპის მომსახურებები, ჩვენი კანონმდებლობა გვაძლევს ამის საშუალებას, რომ მოქალაქეებს მივცეთ ელექტრონულად სახლიდან გაუსრელად, ანუ ის იმაზეც კი არ შეწუხდება, რომ უშუალოდ სარეგისტრაციო სამსახურს მიმართოს წერილობითი განცხადებით. ესეთი სერვისები არის დაუშვათ ბიზნესის რეგისტრაციის შემთხვევაში ჩვენ მთლიანად განვათავსეთ არქივის მონაცემების არქივო დოკუმენტაცია ვებგვერდზე, ნებისმიერ ბიზნეს სუბიექტის შესახებ ინფორმაცია ასეთი მარტივი ფორმით არის შესაძლებელი, რომ მიიღოთ. არის დაუშვათ ასევე ასლების გამოთხოვის შესაძლებლობა ვებგვერდის მეშვეობით, არის დაუშვათ ხარვეზის გასწორების მოთხოვნის შესაძლებლობა ვებგვერდის მეშვეობით და ყველაზე მთავარი ყველას აქვს შესაძლებლობა, რომ ამონაწერი, როგორც უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან, ანუ ქონების მესაკუთრის შესახებ ინფორმაციის მიღება და ასევე ბიზნეს სუბიექტის ამონაწერის მიღების შესაძლებლობა არსებობს ელექტრონულად. მხოლოდ თქვენი კომპიუტერიდან, პერსონალური კომპიუტერიდან შევხვალთ ჩვენს ვებგვერდზე, შეავსებთ სათანადო აპლიკაციას, გადაიხდით საფასურს ასევე ელექტრონულად თქვენი ბარათის მეშვეობით და ამონაწერს მიიღებთ ან იმავე დღეს, ან მეორე დღეს თქვენი სურვილის მიხედვით, რასაც მიუთითებთ. ხშირ საკონსულტაციო ბარათებს რომ დავუბრუნდეთ, ანუ როგორც დეტალურად იქნება ყველაფერი გაწერილი მოსახლეობის, ანუ ყველაფერი, ყველა ბიჭი გასაგებენაზე იქნება. ანუ სწორედ ეს არის მიზანი, რომ იყოს მაქსიმალურად გასაგები. ანუ თემატურად არის ამოწეული, მაგალითად ახლა ბოლო რაც გაკეთდა იყო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების რეგისტრაციის საკითხებზე. აქ არის წამოწეული ეს თემა, მითითებული არის და ყველაზე პრობლემური რაც გვაქვს პრაქტიკაში შემთხვევები არის ის რომ ვერ იგებს მოქალაქეს ზუსტად რა დოკუმენტი უნდა წარმოადგინოს და რა გახდება მისი რამდენჯერმე უწევს საერთოდ დაკონტაქტება ხო ამასთან დაკავშირებით? ამასთან დაკავშირებით რა თქმა უნდა, ანუ ერთი გზა არის ის რომ მივიდეს უშუალოდ ტერიტორიულ ოფისში და მიიღოს კონსულტაცია სრულყოფილი. დაუშვათ მეორე ვარიანტი არის რომ ვებგვერდზე შევიდეს, მაგრამ ეხლა აი ეს საკონსულტაციო ბარათები იძლევა შესაძლებლობას პრესის და სხვადასხვა საშუალებებით, ასევე Facebook-ის და ამ შემდეგ მეთოდებით ესეთი ტიპის მარტივი კონსულტაციები მიიღოს.
ძალიან საინტერესო ასევე, როდესაც აი მიწის ნაკვეთია საუბარი, მემკვიდრეობით გადაცემაზეა საუბარი ან სახლის, რომელიც უბრალოდ ანუ არქივშიც გაბნეულია საბუთები, ძალიან ბევრი მოქალაქე არის ალბათ აი პრობლემის წინაშე, იმ კუთხით რა ხდება, ხომ იგეგმება უფრო გამარტივება პროცედურების დამატებით რაღაც ან ექსპერტების ჩართვა ან ძალიან კარგი კითხვაა. ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენი კანონმდებლობა არის ძალიან ლიბერალური, ასე შეიძლება შეფასდეს ნამდვილად. ერთი მიმართულება ასეთი ტიპის მიწის ნაკვეთებზე უფლების წარმოშობის არის შემთხვევა, როდესაც არსებობს უკვე კონკრეტული უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. აი მარტივად რომ გითხრათ, მემკვიდრეობით, როდესაც თქვენს წინაპარს ეკუთვნოდა რაღაც უფლება აი ამ ნაკვეთთან დაკავშირებით და თქვენ ამას მემკვიდრეობის გზით იღებთ. ეს არის მარტივი შემთხვევა. ასევე როდესაც ვინმეს ეკუთვნის, მის განყიდულობთ, ან გაჩუქებენ და ასე შემდეგ. მაგრამ არსებობს შემთხვევები, როდესაც ჩვენ ვიცით 90-იან წლებში მიწის რეფორმა მიმდინარეობდა და აი ამ პერიოდში გაიცა გარკვეული ტიპის დოკუმენტები, რომელიც შეიძლება არ იყოს სრულყოფილი, ეს განსაკუთრებით უფრო მტკივნეულია მოქალაქეებისთვის, როდესაც აღმოაჩენენ, რომ ის მიღება ჩაბარების აქტი ან საკონტროლო წიგნის ჩანაწერი, რაც არქივშია, რაც თქვენ სწორად ძანეთ, რომელსაც მოიძიებენ, არ აღმოჩნდება ხოლმე სრულყოფილი და არ გვაძლევს პირდაპირ ამ უფლების რეგისტრაციის საფუძველს. ეს იწვევს ხოლმე უკმაყოფილებას არადა რეალურად მას სახელმწიფომ გამოხატანება და 90-იან წლებში მას გადასცა საკუთრება ეს ქონება. ასეთ შემთხვევებისთვის 2007 წლიდან გვაქვს რეგულირება აღიარების. ანუ ჩვენ ასეთი დოკუმენტები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ მესაკუთრედ ვაღიაროთ და ამ პროცესის შემდეგ, ანუ აღიარების შემდეგ ვცნოთ ის სრულყოფილ მესაკუთრედ და მისი უფლება დავარეგისტრიროთ. ანუ აი ამ მხრივ არის ძალიან ლიბერალური რეგულირება. რაც შეეხება არქივიდან დოკუმენტების მოძიებას და ამ გაბნეულობას. პრობლემას ხსნის ის, რომ ტექბიუროს ტექნიკური აღრიცხვის არქივის ან ძველი რეესტრამდე არსებული აღრიცხვის წესის მიხედვით რა არქივიც არის შექმნილი, ასევე საჯარო რეესტრისთვის არის გადმოცემული, ანუ ის ჩვენთან არის და როდესაც ერთი განცხადებით შემოდის მოქალაქე და მან იცის, რომ აღრიცხული აქვს თავის დროზე, ანუ ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, იმ წესით, როდესაც ხდებოდა მოსარგებლეების აღრიცხვა, პირდაპირ ანუ ჩვენივე არქივიდან ხდება ამ მასალების გამოყენება, დამატებით რაიმე საფასურის გადახდა ამ ტექნიკური აღრიცხვის არქივიდან ინფორმაციის მოსაძიებლად არ არის საჭირო და ერთი გადაწყვეტილებით ხდება აი ამ მონაცემის გადმოტანა არქივიდან უკვე დღევანდელი რეგისტრაციის წესების შესაბამისად და ის ხდება სრულყოფილი მესაკუთრე. არსებობს შემთხვევები, როდესაც დაუშვათ კომლებს აქვთ უფლებები თავის დროზე 90-იან წლებში გადაცემული და მათი საკუთრების უფლების რეგისტრაცია დღეს ხდება ეროვნული არქივის მიერ, ანუ ეს დოკუმენტაცია უკვე ეროვნულ არქივს აქვს და ისიც იუსტიციის სახლის სისტემაში არის განვითარებული, ესე იგი იუსტიციის სახლის სისტემაში არის მათი მიღების პროცესიც პირდაპირ და უშუალოდ ჩვენი სერვის ცენტრების იუსტიციის სახლის სერვის ცენტრების მეშვეობით შესაძლებელია, რომ აი ამ დოკუმენტების მოძიებაც მოხდეს და ანუ ეს პროცესი არის იუსტიციის სამინისტროს მიერ ძალიან გამარტივებული. ასე რომ ვთვლით, რომ საკონსულტაციო ბარათებით დამატებით კიდევ ბიძგს მიცემს მოქალაქეებს, რომ ერთხელ და სამუდამოდ პირველადი რეგისტრაცია დასრულდეს, ანუ რას ნიშნავს ეს? ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებს აქვთ დოკუმენტაცია, მაგრამ არ მიმართავენ რეესტრს ამ უფლებების რეგისტრაციისთვის და ეს დოკუმენტაცია უბრალოდ მათთან ინახება. როდესაც გამოდივართ რეესტრის შენობიდან, ძალიან ბევრი კომპანია გვთავაზობს თავის მომსახურებას, რომ მე დაგეხმარებით რაღაც ამ საბუთების შეგროვებაში, რატომ არის ესე გართულებული, რომ დამატებითი თქვა საფასურის გადახდა უწევს მოქალაქეს, რომ ზედმეტი თანხა გადაიხადოს, კომპანიას დაუკვეთოს, რომ დაეხმაროს მასალას. მე გეტყვით ახლა სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ აი ეს პროცესი დასრულდეს, ანუ ყველამ თავის საკუთრებაში არსებული ნაკვეთები დააზუსტოს, დაირეგისტრიროს დღეს არსებული რეგულირებების მიხედვით, ხომ? მაგრამ აი ამ პროცესში შესაძლებელია, რა თქმა უნდა, დაჭირდეს მას უფრო მეტი იურიდიული კონსულტაცია დაუშვათ დოკუმენტების მოძიებისთვის. შესაძლებელია ვინმე მიიჩნევდეს, რომ იუსტიციის სამინისტროს მიერ აი ეს მარტივი კონსულტაციის შესაძლებლობები არ იყოს საკმარისი და დამატებით ჭირდებოდეს იურიდიული დახმარება. ეს არის ჩვეულებრივი მოვლენა, როდესაც ადამიანს სურს, რომ ყავდეს თავისი ადვოკატი, რომლის მეშვეობითაც აი ამ დოკუმენტაციას მოაწესრიგებს. თუმცა ჩვენ ვთავაზობთ ამის ალტერნატივასაც, კონსულტაციების შესაძლებელია მიიღონ ჩვენს ნებისმიერ ოფისში. იუსტიციის სახლების მეშვეობით საჯარო რეესტრს ყავს
ძალიან ბევრი ტერიტორიული სამსახური, ანუ ჩვენ ხომ მარტო ლოკალურად თბილისს ვერ ვისაუბრებთ, ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით არის ეს, ყველა რაიონში, ყველა მსხვილ ქალაქსა და რაიონულ ცენტრში გვაქვს ჩვენი წარმომადგენლობა. ასევე არის ძალიან ბევრი იუსტიციის სახლი ჩვენი მომსახურების გამწევი და კიდევ განსაკუთრებული როლი აქვს ჩვენ საქმიანობაში, ძალიან ბევრი ავტორიზებული მომხმარებელი ყავს. რას ნიშნავს? ანუ ეს ავტორიზაციის მომენტი, ანუ საჯარო რესპმა გადაუნაწილა თავისი ეს ფუნქცია მოქალაქეების მომსახურების, განცხადებების და დოკუმენტაციის მიღების ფუნქცია, გადაუნაწილა სუბიექტებს, რომლებსაც ანუ თვითონ ჩაუტარა სწავლება და ისინი ასე ვთქვათ ჩვენი წარმომადგენლები არიან და თქვენ თუ სადმე შეგხვდებათ ანუ აბრა რომ ეს არის საჯარო რეესტრის ავტორიზებული მომხმარებელი, ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენ მასთან შეგიძლიათ მიხვიდეთ და იგივე დაუშვათ თემატიკაზე, რაზეც ჩვენს ტერიტორიულ ოფისში მიხვიდოდით და მიიღებდით მომსახურებას, შეგიძლიათ იქ მიხვიდეთ. ესენი არიან ყველა ნოტარიუსი, უმრავლესობა ბანკების და ძალიან ბევრი ფიზიკური თუ იურიდიული პირი, რომელიც იქ მომსახურებას ხომ არ იგეგმება თქვა დამატებითი შენობების განთავსება ქვეყნის მასშტაბით, სადაც თქვა დიდ ქალაქებში გასაგებია ყველგან არის, მაგრამ იმ ადგილებში, სადაც თქვა დიდი მანძილის გამოვლა უწევთ ადამიანებს, სანამ რომელიმე დიდ ქალაქთან. აი ესეთი ძალიან ცოტა იქნება, იმიტომ რომ თუ ზუსტად მახსოვს დაახლოებით 68 ტერიტორიული სამსახური გვაქვს, მხოლოდ საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებს გულისხმობ და პლუს ეს ავტორიზებული მომხმარებლები, ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ იქ სადაც ბანკია, მინიმუმ იმ ბანკის მეშვეობით არის ეს შესაძლებელი, ანუ ეს პრობლემა, რომ საჯარო რეესტრი იყოს რთულად ხელმისაწვდომი, არც ერთ რეგიონში არ იქნება. პლუს კიდევ გეტყვით, არსებობს ესეთი პროექტი, იუსტიციის სამინისტროს პროექტია ესაც, არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში ელექტრონული მმართველობის დანერგვას ისახავს მიზნად და გაიხსნა სხვადასხვა ესეთი დიდ სოფლებში საზოგადოებრივი ცენტრები, ეგრეთ წოდებული სოფლის სახლები, რომელიც არის მინი იუსტიციის სახლი, იქ არის ძალიან სასიამოვნო გარემო და იქაც შესაძლებელია საჯარო რეესტრის სერვისების ისევ როგორც იუსტიციის სამინისტროს ყველა სხვა სერვისის მიღებაც და ეს არის ძალიან ესეთი პოპულარული სახლები ამ სოფლებისთვის. ეხლა ერთი მაგალითად რომ ვთქვათ, მაგალითად ადამიანს აქვს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართი. როგორ უნდა მოხდეს მისი რეგისტრაცია, რომ აუხსნათ ტელემაყურებელს, რომ მათთვის გასაგები იყოს? დიახ, ძალიან მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ მოქალაქემ უნდა იცოდეს რა დოკუმენტები აქვს მას ამ მიწასთან დაკავშირებით. შესაძლებელია ეს დოკუმენტები მას ჰქონდეს სახლში, უბრალოდ აი მიიღება ჩაბარების აქტი, რომელთაც გადაეცა, მასთან სახლში ინახებოდეს, ან პრივატიზაციის ხელშეკრულება ჰქონდეს, ან ასე შემდეგ, რაიმე სხვა დოკუმენტი. მეორე ვარიანტი, როდესაც ესეთი დოკუმენტი არ აქვს. ის აუცილებლად მიდის რეესტრში და არკვევს დაუშვათ შესაძლებელია ეს მიწის ნაკვეთი აღმოჩნდეს აღრიცხული არქივში, შესაძლებელია მას ეს ეკუთვნოდეს როგორც კომლის წევრს და ზუსტად აი ეს ამ გზას გადის, მოიძიებს აი ამ დოკუმენტაციას და მერე მოძიებულის შესაბამისად მას გაეწევა კონსულტაცია, რა გზით უნდა წავიდეს, ანუ აქვს პირდაპირ უფლების რეგისტრაციის საფუძველი რეესტრს თუ დაუშვათ არის საჭირო აღიარება, რომელიც ასევე ძალიან მარტივია. და კიდევ ყველაზე მთავარი პირველად რეგისტრაცია არის უფასო, გარდა თვითმმართველი ქალაქებისა, თბილისის და ბათუმისა, არის აბსოლუტურად უფასო და ამ თემას მე ვფიქრობ, რომ ჭირდება პიარი, რომ მაქსიმალურად ბევრმა მოქალაქემ მოიდომოს და ის ქონება, რაც აქვს რეალურად მას გადაცემული დოკუმენტები შეაგროვოს, რაც ძალიან მარტივი პროცესია და აუცილებლად დაირეგისტრიროს და ყოველგვარი საფასურის გარეშე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო მას მომსახურება. თქვათ, მაშინ ძალიან ცოტა დრო რჩება, რამდენ ხანში შეძლებს მოქალაქე ამ ყველაფრის? მე ახლა დავიწყო ხვალიდან, თქვათ, ან დღეიდან, როდესაც გადაცემა მორჩება, ავდგე და წავიდე ჩემი ქონება, ანუ რამდენი დღე სამშაბათში თუ თქვენ დოკუმენტი გაქვთ სახლში, შეგიძლიათ ეს დოკუმენტი წამოიღოთ, დღესვე ჩაგვაბაროთ სარეგისტრაციოდ და 4 სამუშაო დღის ვადაში თქვენ მიიღებთ დაჩქარებული წესით არის ვიცი რომ გარკვეულ თანხა ღირს, ხო? დიახ, ანუ რა თქმა უნდა, ანუ არის გათვალისწინებული მოქალაქეების სურვილი და შესაძლებელია რომ იმავე დღეს ან მეორე სამუშაო დღეს მოხდეს მომსახურების მიღება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუმცა 4 სამუშაო დღე ნორმალურია. თუ ძალიან არ გეჩქარება ირაკლი, შემიძლია რომ 4 დღე დაეხმარება. არა, 4 დღეს დაველოდები აუცილებლად. დაგირეკავთ მე აუცილებლად და გეტყვით რა და 5 დღეც მე რიგში. დიდი მადლობა, ძალიან ცოტა დრო დაგვიჭირდა. ნახევარი თქვენთან და თუ რამე ესეთი მნიშვნელოვანი საკითხია შეგიძლიათ ნახევარი წუთის განმავლობაში მხოლოდ იმას ვიტყოდი, რომ ჩვენ სამეწარმეო რეესტრსაც ვაწარმოებთ, ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი თემაა და აქ რეგისტრირდება სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები, რაც ძალიან აქტუალურია სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან მიმართებაში. ეს არის ჩვეულებრივი ერთ-ერთი მეწარმე სუბიექტი და ამიტომ ჩვეულებრივ კოოპერატივის ფორმით რეგისტრირდებიან და შემდეგ რომ მოიპოვონ ეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი, უნდა მიმართონ სოფლის
მეურნეობის სამინისტროს ერთ-ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირია ამ კოოპერატივების საქმიანობას, რომელიც არეგულირებს და ამ იურიდიული პირისთვის მიმართვის შემდეგ იძენენ აი ამ სტატუსს, რომლის შემდეგ სახელმწიფოს შესაბამისი შეღავათებით ისარგებლებენ. ამიტომ ეს არის ერთ-ერთი ჩვეულებრივი შეღავათებში ესეც გითხარით ბანანტ. კონკრეტული შეღავათები, როგორც ვიცით, ანუ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სოფლის მეურნეობა და ეს კოოპერატივი ერთ-ერთი სახე არის იმ სუბიექტის, რომელიც აი ამ ტიპის პროდუქციას ქმნის ან გადაამუშავებს ან ასე შემდეგ. და მათი საქმიანობა ფინანსდება ან გარკვეული შეღავათები ექნება საგადასახადო, ანუ ეს არის ძალიან მიმზიდველი აი ამ სფეროში დასაქმებული პირებისთვის და ამ სექტორისთვის. ეს მომსახურება არის ხელმისაწვდომი ძალიან მარტივად, ასევე რეესტში ჩვენ გვაქვს ფორმები ამ დოკუმენტაციის, გვაქვს ასევე საკონსულტაციო ბარათები და ჩვენი მიმღები ოპერატორები აუცილებლად დაეხმარებიან მათ დოკუმენტების შედგენაში და ყველა სარეგისტრაციო პროცედურას ძალიან მარტივად გაივლიან. დიდი მადლობა თამარ, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა თქვენ. წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ მართლა ქვეყანაში ეს თქვენი სამსახური მუშაობს ძალიან გამართულად, ძალიან ეფექტურად. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა. საგემშვიდობებით კეთილი სურვილებით, ჩვენ რამდენიმე წუთში დავუბრუნდებით. სხვა სტუმრებით, სხვა თემით, ასე რომ დაგვეუბნებით. განსხვავებული, თუმცა ძალიან საინტერესო, მნიშვნელოვანი